მოდი ვნახოთ, რას ჭორაობენ შენზე ეს საცუდავები. შენს ზურგს უკან რომ რჩებიან. მუდამ რას ჭორაობენ შენზე. რას ჭორაობენ შენზე. რაღაცა დაბალანსირდაო ამ ბოლო დროს. არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ არაფერს არ გეუბნება და შეიძლება არც ხედავდე მას ხშირად, მაგრამ შენს უკან შენს გადაწყვეტილებებს ძალიან აკრიტიკებს. ვიღაცას აგებინებს ამ გადაწყვეტილებებს, აკრიტიკებს, იმასთან ერთად საუბრობს და თითქოს შენი ნაბიჯები თან იცის, თან არა. მაგრამ აი ესე ყურით უსმენს თითქოს რას ამბობ, როგორ ამბობ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი იცის, მაგრამ პირდაპირ ამას არ გეუბნება, უბრალოდ შენ ზურგს უკან აკრიტიკებს. შენს გადაწყვეტილებებს. და ამით ცდილობს ჩემო კარგო შენი თავდაჯერებულობა შეამციროს. 70% გოგოებო ბიჭებო ეს არის მამაკაცი და 30 ეს არის ქალი. თითქოს რაღაცაში უნდა რომ დაგაეჭვოს საკუთარ თავში, შენს გეგმებში, საერთოდ რომ აი ჩიხში აღმოჩნდე ის უნდა. დიდ შემთხვევაში ეს მამაკაცია ვიღაცა. თქვენი ქმარი ხო არ არის, ან ვინმე სხვა არავის არ ეწყინოს, ქმრებმა იციან საერთოდ ასეთი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში საქართველოში დავამატებ. ხო, ვიღაცა ძალიან გაკრიტიკებს ზურგს უკან, უფრო მამაკაცი, ქალიც ბევრთან 30%-ში. რა სჭორაობენ? აქ საუბრობენ იმაზე, რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა ფინანსური ცვლილებებია და ეს ფინანსური ცვლილებები ვერ ხვდებიან საიდან მოდიან, ბევრთან მეგობრებო, ბევრთან ყველასთან რა თქმა უნდა არა, მაგრამ სამწუხაროდ არა, მაგრამ ვერ ხვდებიან საიდან მოდიან ეს ფინანსური ცვლილება. ამბობენ რომ მას ყოველთვის უმართლებს. აი ხვდებით, აი მათთვის აი გიმართლებს, ხვდებით, აი ძალიან დიდი კრიზისიდან არ ვიციო რას შეიძლება სადღაც დადის ვიღაცასთან და რაღაცას აკეთებს კიდევაც რომ უმართლებდესო. საერთოდ მაგიურად ძლიერს ხედავენ. ისეთ ენერგიებში ხარ, თან ბედნიერი ხარ მათთვის და თან ბედნიერებას მალავ, ხვდებით? აი რაღაცა ისეთი თითქოს ძალიან ბევრი რამის გაგება უნდათ, მაგრამ ვერ გებულობენ, მაგრამ ასევე ანალოგიურად როგორც წეღან მოგახსენეთ, საუბრობენ. თავიანთი ილუზიებით საუბრობენ. ამბობენ რომ უმართლებს 100%-იანი, მაშინაც კი, როცა სინამდვილეში არ იციან რა ხდება. თან ამდენი რამე აქვს გადატანილიო, ვიღაცისთვის ინფორმაცია. თან შესაძლოა მარტოც არისო, ხვდები? შესაძლოა არავინ არ გეხმარებათ ამ ფინანსებში, მაგრამ ბარაკა გაქვთ, აი გამოგდით. შესაძლოა რაღაცა კრიზისში იყავით და აიღეთ ცეცხლები, ან კიდევ რაღაც, მაგრამ გამოგდით, ხვდებით და მათ არ გამოსდით ეს ყველაფერი და ამიტომ ილესავენ თქვენზე ენებს. პირად ცხოვრებაზე საუბრობენ, ნახოთ რას. არის თუ არა შენს ცხოვრებაში მამაკაცი, არის თუ არა ეს იმპერატორი შენს ცხოვრებაში, რომელიც გეხმარება, ან რომელიც ნერვებს გიშლის. ისე იმასთან ხარ თუ არა, ვისთანაც იყავი, მარტო ხარ თუ არა. ვისთან გაქვს საერთოდ ურთიერთობა, რატომ გაქვს ან ამბობენ რატომ ღიად არ აჩვენებს ან თქვენზე საუბრობენ, ან თქვენ შვილებზე ასეთი ინფორმაცია მომდის ახალ. შეიძლება თქვენს ოჯახზე საუბრობენ, საერთოდ რომ ვიღაცა მათ ან მის შვილს, ან მას თუ გოგოები გყავთ, გოგოებზეა საუბარი. მოკლედ ყველაფერს ღიად რატომ არ დებენ, ესე იგი შეიძლება
საკუთარ ისტორიაში დარწმუნებული არ იყოს, ხვდებით? თან ამბობენ რომ კარგად არის, თან ამბობენ რომ რაღაცას მალავს. წარმოიდგინეთ, აი ესეთი ლამაზი ხალხი ყავთ ირგვლივ, აი ეს დემონები, რომლებიც დგანან და ამბობენ თავისი ენებით სხვებზე, რომლებიც არიან ბუმერანგებში სხვათა შორის, სამყარო არ პატიობს ასეთ რაღაცებს. ჩემო ძვირფასებო, მეკითხებით, ცუდი გაშლები თუ არ მოდის? რა თქმა უნდა, და რატომ უნდა დავდოთ ცუდი გაშლები? არ გჭირდებათ, იცით, დაპროგრამირდებით და ცუთხასიათზე იქნებით. მე ვდებ მხოლოდ კარგს. თუ პროგნოზები გჭირდებათ რეალური, რაც გჭირდებათ, რაც გაქვთ ცხოვრებაში, ცხოვრებისეული, მაშინ პირადში გავშლით და ნახოთ, ცუდი ამოდის თუ კარგი. ამ შემთხვევაში ხალხი ყავთ ირგვლივ თითქოს არაადეკვატური, რომლებიც თქვენზე საუბრობენ. თქვენ ანათებთ, გოგოებო. თქვენ ანათებთ, თქვენ ხართ მზე, თვალს ვერ გისწორებენ. უბრალოდ აი ესე ენებს იქ ეკავენ, ხვდებით. ხშირად წარმატებები ჩვენ მეგობრებო.